ქალაქ გურჯაანში რთველის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა. იგი რთველის კოორდინაციას მევენახეებისა და ღვინის მწარმოებლებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებასა და რთველთან დაკავშირებული საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტას უზრუნველყოფს და 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს. შტაბის გახსნას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე და რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსი ლევან მეხუზლა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, პარლამენტის წევრები და კახეთის მუნიციპალიტეტის მერები დაესწრნენ. არ გამოურიცხავ, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი მოსავალი მიიღო წლევანდელ წელს. შესაბამისად ამას განსაკუთრებული მომზადება ჭირდება. აქვე აუცილებლად გასათვალისწინებელი არის ახალი სტრუქტურა და ახალი პირობები რთველთან მიმართებით. მოგეხსენებათ, რომ მსოფლიო ბაზარი ღვინის მოხმარების ყოველწლიურად მცირდება, ამისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის ქართული ღვინის ხარისხი, ზუსტად წლევანდელი რთველიც ამისკენ არის მიმართული, რომ ყურძნის ხარისხი შაქრის ოდენობიდან გამომდინარე იქნება სხვადასხვა ფასით, რაც პირველ რიგში უზრუნველყოფს, რომ უფრო მეტად წაახალისოს ის მევენახე, რომელიც განსაკუთრებულად უვლის ვენახს და მხოლოდ ასე არის შესაძლებელი, რომ ღვინის ხარისხი კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ, რომელიც კონკურენტუნარიანს გახდის ქართულ ღვინოს საერთაშორისო ბაზრებზე და კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ჩვენს პოზიციებს საერთაშორისო ბაზრებთან მიმართებით. მოსავალის მოლოდინი დიდია, წლევანდელი რთველის პერიოდში ორგანიზებულად ჩასატარებლად მრზად არის კახეთის რეგიონი და ზოგადად ღვინის ეროვნული სააგენტო ჩატარდება ძალიან ორგანიზებულად წლევანდელი რთველი, აქცენტი იქნება გაკეთებული ხარისხზე, მაგრამ ამავდროულად არც 1 კილოგრამი ყურძენი არ იქნება ჩაუბარებელი წელს. რთველის პროცესი კახეთის რეგიონში დაიწყება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან. ღვინის მოხმარება საგრძნობლად იკლებს, ფაქტობრივად თუ სტატისტიკას შევადარებთ, ბოლოს 1960 წელს იყო ასეთი 60-იან წლებში იყო ასეთი მოხმარება ღვინის, რაც დღეს მსოფლიოში ხდება. ამიტომ ამ ვითარების ფონზე ჩვენ რომ ღირსეულად წარმოვჩინდეთ, საჭიროა რომ მაქსიმალურად ავამაღლოთ ღვინის ხარისხი, გავხდეთ კონკურენტუნარიანები. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა საკანონმდებლო ცვლილებებიც. შესაბამისად სააგენტო უფრო მეტად აქტიურად იქნება ჩართული როგორც ღვინის ხარისხის შემთხვევაში, ასევე ვენახების გაშენების მიმართულებით. თვითონ რთველის დაწყება, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია იმ კონდიციებზე, იმ შაქრიანობაზე, რომელიც უნდა დააგროვოს ყურძენმა, ასევე შეგახსენებთ, რომ წელს მთავრობის გადაწყვეტილებით იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს მოუწევს ყურძნის ჩაბარება, სახელმწიფო ამას ჩაიბარებს ხარისხის მიხედვით, ანუ ფასი იქნება მიბმული შაქრიანობაზე, კერძოდ განსხვავებული და განსაკუთრებული ფასია საფერავზე, რომლის უმაღლესი ხარისხი იქნება ლარნახევარი, განისაზღვრა მინიმალური ფასი ლარნახევარი, საშუალო ხარისხი, რაც გამოხატულია 21-მდე, 17-დან 21-მდე შაქრიანობაში იქნება 90 თეთრი, ხოლო 17-ს დაბლა ნებისმიერი ყურძენი ჩაითვლება მხოლოდ სასპირტე მიმართულებად და ფასი არის განსაზღვრული 30 თეთრად. ეს რაც შეეხება საფერავს, ხოლო სხვა დანარჩენი ყურძენი 17-ს დაბლა აღარ განმეორდები, იგივეა, ხოლო 17-დან 20-მდე სხვა ყურძნის შემთხვევაში იქნება 80 თეთრი და 20-ზე ზევით იქნება ლარი და 30.